რაღაცა დიქტატურის ძალიან კლასიკური პლეიბუქი არის, რომ შენ რაც უფრო დამოკიდებულს ხდი, დიქტატურის არა, მოდი ვთქვათ პირდაპირ, მოძალადის გაიდლაინი რო არსებობდეს, პირველი ეწებოდა ეგ, რომ შენი მსხვერპლი უნდა გახადოს შენზე დამოკიდებული. არაჯანსა ურთიერთობაში, როცა ძალადობრივ ურთიერთობაში როცა არის ადამიანი, მოძალადე ყოველთვის ცდილობს ფინანსურად მასზე დამოკიდებული იყოს მსხვერპლი, ყოველთვის ცდილობს რომ გაუკონტროლოს სად დადის, ამავდროულად გაშორდეს და შიშით მართოს მისი ემოციები. ახლა მოძალადე პარტნიორს და მოძალადე ხელისუფლებას შორის ამ კუთხით მართლა არ არის განსხვავება რა, ანუ ადამიანები არიან რეალურად ხელისუფლების სათავეში ყოველთვის და ადამიანი სხვადასხვა კონტექსტში მაინც ადამიანად რჩება რა. მოძალადე ყველა ვარიანტში მოძალადეა. ამიტომ ლოგიკური არის, რომ სისტემა ყოველთვის გამოიყენებს მოწყვლად ჯგუფებს მათ მოწყვლადობას, უბრალოდ ჯგუფების მოწყვლადობას მათვე სამართავად. იმიტომ რომ რა ვიღოთ გურიის მაგალითიც, ხო? საშინელება მოხდა და ხელისუფლებას რაც ევალებოდა ის ვერ გააკეთა ან არ გააკეთა ყოველ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე იდიოტიზმისგან გემართება რაღაც თუ ბოროტი ხარ, ანუ შედეგი თუ ბოროტება არის რაღა მნიშვნელობა აქვს, ხო? რაც მოხდა ეგ იყო რა, რეაქცია 0. საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს მოახერხებს რაღაც ნაწილს მაინც მოახერხებს, რომ მომავალი კომპენსაციით ან რაღაცა დაპირებით ან ასე შემდეგ ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში როცა იპოვის, რაღაცა ისეთ შეპირდება და მე ამ შეპირების უკანწაღებით დაემუქრება, თუ ხმას არ მიცემს, ისევ გურიაში ვიღაცა ქოცალა ბოცა იქნება თუ სკიური თუ კოკა. ხო, ანუ ეს არის მთელი სისტემა, როგორც სამსახურებიდან გაშვების გზავნილიც ადამიანების დემონსტრაციულად რა მიზანს ემსახურება, ხო? ემსახურება დამოკიდებული ადმინისტრაციული რესურსი, საჯარო სამსახურის დასაქმებული ადამიანები დააშინონ, იმიტომ რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხშირად ეს არის. ანუ შენ მე თუ არ მაძლევ ხმას, ან ეგ არის პირდაპირ მე თუ არ მემსახურებ, მე შენ არ მჭირდები ამ სამსახურში, იმიტომ რომ თვითონაც იციან რომ გაბერილი არის ბიუროკრატია, ოღონდ ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ გაბერილი არის ბიუროკრატია, ოღონდ ვინც ტყუილად არის მართლა და უბრალოდ ხმების დასაგროვებლად არის ჩაწერილი მერიაში თანამშრომლად, ის ხელშეუხებელია და ადამიანები რომლებიც პასუხისმგებელი უნდა იყოს და რომელიც დარწმუნებული ვარ მეტეხის ხიდის რაღაცა აბსურდულ პრობლემაზე, ხო, ანუ რომლის მოგვარებას უმარტივესი უნდა იყოს, მაგ პრობლემას მოაგვარებდა, ანუ მაგ კალიბრის ადამიანებს უშვებენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დღეს ძალიან შეურაცხყოფა რაღაცას ვიტყვი, მაპატიონ ქართულ ოცნებას ამორჩეულებ, მაგრამ ადამიანი, რომელიც დღეს ამ მოცემულობაში ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, რაც არ უნდა ეშინოდეს, არის უბრალოდ საშინელი ადამიანი. ხო, ამას კიდევ ერთ თემას მივყავართ, აი პოლიტიკურ კლასზეც გადავყავართ, ერთგვარ ალტერნატივაც უნდა მესმის, რასაც ამბობ, რომ რთულია უსამართლობას უყურებდე და მაგას ალტერნატივა არ მაქვს, ამიტომ მოდი უსამართლობას მოვითმენ, ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთგვარი ალტერნატივა შესთავაზოს და პოლიტიკური კლასი იყოს კონტაქტზე, ხო? ადამიანთა ფართო ჯგუფებთან, აი ამ მიმართულებით რა დაკვირვებები გაქვს და შემდეგ კონსასტანაც მოვითმენ თუ სიმონე და უკეთესი არ მაგრამ ეს არ აქრობს ამაზე საუბრის საჭიროებას პოლიტიკური კლასის. ესე უყურებს საბოლოო ჯამში, რომ ყველა ცვლილებას, ყველა რევოლუციას, ყველა განვითარებას ჭირდება ორი კომპონენტი, ხო? ანუ ერთი არის რას ცვლი და მეორე არის რითი ცვლი. ანუ არ არის აუცილებელი აქ ვილაპარაკოთ კონკრეტულად რაღაცა პენსია რამდენი ლარი იქნება, იმიტომ რომ არასდროს არ არის იმდენი ლარი, რამდენსაც ამბობენ, ხო? ანუ ეგეც რაღაცა წრე არის, ხო? არა, აქ მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვისაუბროთ თვისებრივად, ანუ რითი ვცვლით სისტემას, მაგაზე უნდა ვისაუბროთ და უნდა ვენდოთ ადამიანებს, ვენდოთ მოსახლეობას, ჩვენ უნდა გვენდოთ პოლიტიკოსები, რომ არ ვართ
მართლა უტვინოები, ხო, ანუ ჩვენ პრიმიტიული. ხო, არ უჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პენსიას საკითხი არ ვეძახი პრიმიტიულს, მაგრამ უფრო კომპლექსური არ უნდა იყოს ალტერნატივა, ხო? ევროკავშირი უდრის ფული, ანუ ეგ არ არის მიდგომა, ეგ არის შეურაცხყოფელი დამოკიდებულება შენი ამომრჩევლის მიმართ. რას ნიშნავს? ანუ შუაში ვიცი რამდენი ეტაპი არის და მე მაინტერესებს იმ ეტაპებს რას უშვები. იქ რას აკეთებ კონკრეტული როგორ გავდიდრებ? ხო, როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს და მაგის გარდა ჩვენი ღირებულებები საბოლოო ჯამში რა არის? ანუ კონსტიტუცია რაც გვაქვს ეს უნდა დავტოვოთ? ქართული ოცნების გადაწერილი კონსტიტუცია უნდა დავტოვოთ? ხო, არ უნდა დავტოვოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავტოვოთ, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია. ხო, კონსტიტუცია თუ და შეიცვალოს, ეგ ძალიან დიდი რაღაცა არის. კონსტიტუცია არის ჩვენი საზოგადოების შეთანხმება, ხო, რომელზეც უნდა დავაშენოთ ყველა კანონი. სასამართლო რეფორმა. ხო, რას უშვებით ამდენ მათ შორის უვადო დანიშნულებას? ზუსტად. ბევრი საკითხია, სადაც ხო და ეგ მნიშვნელოვანი არის და მართალია კი, ანუ ადამიანი მაინც თავის ინტერესიდან გამომდინარე აძლევს ხმას, მაგრამ იმაში რატო არ ენდობა პოლიტიკური კლასი მოსახლეობას, რომ ჩვენი პირადი ინტერესი არის ეს ქვეყანა რომ იყოს ღირსეული ქვეყანა და კარგი, ანუ მართლა მისაბაძი ქვეყანა რო გახდეს, ხო? სადაც რო ოცნებო ბავშვობაში რაღაცა გამოხვიდე, არ ვიცი, მე თუ მუქე შეგიძლია გამოხვიდე და იცხოვრო ადეკვატურად, იცხოვრო ყველაფერი ქონდეს რაც გჭირდება და ბედნიერი და რეალიზებული იყო.